ძვირფასო მეგობრებო, საქართველოში ქართული ფეხბურთის სიყვარული კვლავ გრძელდება. კი ბატონო. ჩვენ რადგანაც ამ საქმის უერთგულესი და მოყვარული ხალხი ვართ, გვინდა რომ ჩვენი წილით შევიტანოთ ჩვენ საუბარში, ჩვენ ვითომ თეორიულ მაცადინებებში შევიტანოთ, რომ რავენაირად კარგად ვითამაშოთ სასომხეთში და მერე სოფლიო პირველობისთვისაც გზა ამისთვის ბევრი კამათი მოგვიწევს, ბევრი კაი თამაშები მიდის, ბევრი კაი თამაშების გარჩევაც შეგვიძლია ფეხბურთელების კაი რა არის, ცუდი რა არის, ამას ყველაფერს უნდა კარგი გარჩევა და სპეციალურად მე და მანუჩარას ყავს ორი გულშემატკივარი მარჯვენა მარცხენა კრაიზე. თქვენ ახლა თუ ისე ელაპარაკებთ გულში მარჯვენა მარცხენა კრაი რა ითამაშა ბიჭო? რა რეალის მარჯვენა მარცხენები რა იყო, როდრიგო და ვინისიუსი. აბა ბიჭო, ესე იგი ისტრიბიტალივით ბიჭო რა გოლები და რა თამაშები და რა პასები და რა იმასკეს და წინ ქართული ფეხბურთი და ჩავამჩარ რა სიტყვი შენ მე მგონი რომ მაინც გოშინელი თამაშიც კაი იყო რეალისთან აი ბევრის გადაღებაში შეიძლება რეალი საერთოდ სოფელში პირველი გუნდია და მისი თამაშით როგორც ჩვენ თვლის დინამოს ბაზამდით ეხანდელა ფეხბურთელებს უნდა მაზის რეალს და მსვლელებმა იმას ანჩელოტის კოსტორი და სემიონი ეს ძალიან კარგი თამაში იყო და მთელი გულშემატკივრები მონადირებული ყავს ამ თამაში და კონკრეტ ველოდებით ახლა კი უკეთეს თამაში ველოდებით PSG-ს და ლივერპულს ამასთან ერთად კიდე გულშემატკივრებიდან ისევ წამოვიდა ზარები რომ ჩვენ ვილაპარაკეთ სლავაზე და მიშაზე თუ კიდე რამე შეიძლება იქ შეგვიძლია გითხრეს გთხოვეს რომ გივიჩოხელზეც რომ ვისაუბროთ დღეს და კი ბატონო მიშამესი და საუბედროლის რომელიც ფეხბურთელები არიან და ისევე გივიჩოხელს ხო და რატო ახლა მაგათ ხებას არ დავიწყო მაგრამ ვაიც უნდა ვახსენო ავტო საკებარი უნდა ვთქვა ხო საკებარი უნდა ვთქვა და ის ამიტომ უნდა გავუსვათ ხაზი მაგარ ტექნიკას და მაგარ კლასს რომელიც რომელსაც მოინათლა ქართული ბურსელების გული. ბიჭო, ეს სამეული იყო სამთა კავშირის ნაკრების ერთ-ერთი ძალა. კი ბატონო, იყო 60 წელიანი. 60 ევროპის დასაშვები და 70-ში სამხრეთ ამერიკაში ტურნირი იქა, ხო, მაგრამ მაინც ევროპის ჩემპიონატის მოგება და სამი ქართველი იქ ასეთი თან და საბჭოთა კავშირი ერთი გოლის ავტორი, მეორე თანაავტორი. ახლა მაინც ისეთი გულშემატკივარი ხართ, არა მარტო გულშემატკივარი იყავი, ისეთ თანამდებობაზე მუშაობდით, რომ ჩვენ ფეხბურთელებს ზევიდან ხო გიყურებდით, კიდე რას ვაკეთებდით, კაცო, ყველას მაგის ზევიდან მაგას ყველაფერს ვერით, ხო არ შეიძლება. ზოგი ფაქტი ხანდაზმული არ არის კიდე. მეც ვიყავი, მაგ საქმეში გარეული, ხო? შიგადაში. არა, ცხუბი გიყვარდა და ყოფილი მოკრივე ხარ. ბიჭური მეჭირა, ხო? ხო, ზოგი ბიჭური და შავსაფაროსანაც კარგად იყავი ჩახუტებული. კი, ასე არა დასამალი ძმაო და ეხლა გუშინ გადაცემას უყურებდი ვიდეოში და 1 საათიანი ლაპარაკი იყო კონტექსტ. აი, იმდენი ლაპარაკი, ისეთი საუბრები, ისეთი რაღაცები, რომ მე ვიდეო ყვარდო უნდათ ისე კუთხა. ჩო მaučar, შემჭირება მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ უაღრესად დიდარი ხალხი ვართ ფეხბურთის სიკვდილიდან უნდა ყველაზე ესე უნდა გაკეთეს, კაია, შენც რო აქტიური მონაწილე ხარ, უნდა გივიჩოხელზე, უნდა სლავა მეტრევანზე, უნდა მიშამესზე, როგორც თქვენ გულშემატკივრები, ხო? სერგოგოტიკაზე და როგორც ჩვენ გულშემატკივარი, ჩვენ ვილაპარაკეთ წინა გადაცემაში სლავაზე და მიშაზე და გულშემატკივარის მხრიდან რა შეიძლება გეიხსენო.
ნუ ახლა სლავა და მიშა. ქართული კი არა მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შესული მეტრეველიც და მესხიც და მეტრეველიც და ჩოხელი რა თქმა უნდა მაგრამ ჩოხელს ჯანმრთელობის მაგრამ რაც თამაშა 4-5 და იქ ყველაფერი ძალიან უმაღლეს დონეზე ესე იგი რა ძლიერი ფეხები ქონდა ეს დაკუნთული რომ ახსენდა რომ ჩაუწყდა არა ახლა მე როგორც დამცველი ბიჭო მაგასთან ვიმუშავე ხო იყო ტრენერად ხო იყო ჩვენთან და იმდენი კაი რამები იმის მასწავლა და დამანახა ბიჭო რა არის აი არსებობს მე ვითომ დამცველში კაი პერსონალკა კაი პერსონალურად დაძდევდა იმაშები კაი არა თამაშის საშუალებას მაგრამ არსებობს კიდე მეორე მხარეს მიღებამდე არა ბურთის არსებობს კიდე ზონაში თამაში ზონური თამაში და ხო მაგი ხო და აი ჩვენი ტრენერი იყო და მეში ოსატოვა და მეში შოშო ხედელობა გამოჩნდა იმაში რომ აი 70 წელი რო იყო მოგერატი რო ეთამაშა და გივი მათქო რომ ჩვენ არავინ არ შეცვა ქართულმა გუშინვარდო რომ მოგერატი რო ასედა ბატონო გივი თქვა რომ ყველაზე მაგარი მოგეწონა და ოვერატი მოგეწონა ანუ დაინახა მაგრამ კი ახლა გივი ახლა მე რა იცი მე მაგარი კაკა 70 წელი იყო 70-ში როდესაც ნაკრებში თამაშობდი და თბილისის დინამოში და მე ძალიან მეჩხუბებოდა სულ მაინც კაიდან კაი შეცდა სტრაპად რა არის მაგი რა სტრაფია მაგი რა არის ბიჭო და გაიგე მე როგორ დაგადგა აბა ბეს ისეთივე გაიგე მაშინ ხო მაგრამ რა იყო ბიჭო იცი აი თვითონ რო აი მინდა რომ გადავცე იმას ჩემ მოვალთაობას ბიჭო რა იყო იცი ბიჭო აი მოდი აგერ და დადგებოდა თვითონ გაიგე დადგებოდა და აი თავდასხმელთან გაიგე თავდასხმელთან რაღა დღეს რო ან კუთხურებია ჯარიმები რო არის სულ ასე არის ერთმანეთის გაუბედურება ხელის მაგაზე რა ხო და ეს რა შემოდა იცი აეყუტებიან ერთმანეთს და არა გუშინ პენალი არის ხო ასე ბანჯაო თქვა მაგის უდადა გამასეთა ხო და აი მაიკებში უჭირს სულ აიგა და ეგ მაგრამ ეს რა შემოდა ბიჭო იცი აი უნდა გენახა მოდი აქ და დამაკერებდა და ისე სამი ხუტავდა ბიჭო ისე რომ ვერ მიძროხდი გაიგე აი ამ გიმათი ბეჭებით და აი ამ შინაგანი იმითი ისე ეგ რო მობადე იყოდა ხო ის ბუს ესე ყავდა ესე გამოდეთა ერთონ სლავა ხო ბაზაზე თამაშობდით იგიზა ისე ჩამიდგა ტანი გაიგე ვერ ისქენი რა ბიჭო ტანის ვალენტინი მოდა რა თუნდა ლაპარაკი რომ ესე იგი აი ზონაში თამაში მეტი რთულია ყველაფერად მეტი რთულია ხო და ამიტომ რა არის იცი რომ ჩვენ ეხა მაინც არ აუშვეს ამივაქციოთ ყურადღება დაჭერდება ალბათ და ჩვენ რამენაერად უნდა აღიაროთ ის რომ აი ზონაში თამაში გაიგე რამდენად მეტი კლასიკურია და რამდენად მეტი რთულია ზონაში პერსონალკას ვერ ეიყვან გაიგე შენ ზონაში მოვიდა აიყვანე შეცვალეს უნდა ეიყვანო ხოსტორია მეორე და ესე იგი სანამდე უნდა მიაცილო დაზღვევაზეც უნდა იფიქრო გაიგე რამდენში და ამ ზონის თამაში გივი ჩოხელი ბიჭო 3 ადგილას აღიარეს ნომერ პირველად პრავი ლევი ცენტრში ზონა ხო და მაგრამ ახლა მოწინააღმდეგესაც გააჩნია როგორ ტაქტიკას იცავს არა გააჩნია რა არის იცი შეხედება რაც არ უნდა ტაქტიკა შენ ახლა აი გუშინდელმა თამაშმა რეალის და იმან რეალმა დაგვანახა რა არის ბიჭო იცი მაინც 4-4-2 ითამაშა გაიგე 4-4-2 და ყველაფერი ძველი ბრაზილიური ტაქტიკა ზონაში გაიგე და ამიტომ ამაც ვერ ითამაშა რომ ესე არის იცი ნუ ეხა თუ რა თუნდა ლაპარაკი რომ
ეხლა გერმანჩარ შენი თქვი რა იყოს, გაიგე ყოველთვის ტაქტიკა უფრო უკეთესი და უკეთესი ხდება თანა უკეთესი მაშინა რომ შეიტა რაღაცა სიახლეს, ხოსტორია რა, ასაჩა. აი ეხლა მაგათო ადრე იყო 3-2-5 55-ის შემდეგ გადაიტანა, შემდეგ შემოვიდა 4-2-4 თავდასხმელი იყო, მაგრამ შემდეგ უკვე 4-2-4 ეხლა 4-5 და 1 არის ხოლმე. მანო, აი კაკას კიდე კაი რამე შეხედა. ამის ერთ შენიც ბიჭო. აი 4-2-4-4-4-დან ბიჭო, ესე იგი, მაშინ 4 თავდასხმელი იყო და 4-4-ზე თამაშობდით, ხოსტორია დამცველები. და მერე 4 შეხედე 4-2 რო იყო, აი 4-2-4-ზე დაიკარგა ფლანგები, ხო? დაიკარგა ფლანგები და ვინგერები, მარცხენა და მარცხენა ნახევარმცველები ასრულებდნენ მარჯვენა და მარცხენა. ესე იგი ნახევარდამცველები, უფრო ნახევარდამცველებზე გადევიდა, ხო? მაგი და მე ჩვენც მოგვიწია დამცველებს ფლანგების დაწვრილებას კიდე შეტევებში წასვლა და შევსება იმის. ესე იგი, მაგრამ რა არის ბიჭო, იცი, მაგრამ შეხედა ვაგერ ამ რეალს ახლა. გამოდის 4-2-4-3 ახლა 3 იმიტომ რომ 3 იმნაირი ყავს. მაგასაც სუთელი ცხოვრება 4-3-ს კი ბატონო. ხო, შეხედე ახლა გუში მარჯვნივ ყავდა იქ პირველ გოლში აბდო. როდრიგო. მარცხნივ აგერ ფინისიუსი წარმეიგე და ბამპეცი ცენტრში. ყველა სუსტი ბამპე იყო. აი გუში. რა ეთქობა ცოტა ვერ იყო. კარგად, მაგრამ ამ ორმა ფლანგებმა და საერთოდ ფლანგურმა თამაშმა დავანახა ბიჭო და მანო, აი რა არის ეს რა კლასიკა, რას უნდა მივხედოთ. ბიჭო, მარჯვენა კრაიზე ადრე ჩვენ პერიოდში რაც ქვია მემარცხენე დადგებოდა. დაასაბარაგო შენ ძმაო მარჯვენა კრაიზე და მარჯვენა ფლანგზე დაჟე ფლანგზე გაგდება ბურთის გაიგე კრაიზე და იქიდან ჩაწყვეტება და იქიდან შევარდნა და ჩვენ არ უნდა გაგვიყევდეთ ახლა დინამო თბილისში ისეთი მარცხენა კრაი იყო მიშამესხი კილომეტრები ნაკრებში იყო და ჩააწოდებდა მოაწყდა და დაურკავი გაიტანა. აი კაი რამე შევეხეთ ჩვენ მანუ შენ რომ კიდე ბიჭო რა არის ჩვენთან თბილისის დინამოში გაიგე რომ იყო ზარი რომე აი მიშა რატო არ შედიოდა შვაში გაიგე ხო რატო არ შედიოდა სლავა რა იყო დაჟე სლავა ცენტრალურდის გახადეს ეს ბოლოს ხო შეიყვანეს ესე იგი სლავას ჰქონდა ამის ნიჭი და ვითომ მიშას არა მაგრამ მიშამ რა პასუხი გამცა მაგაში ხო გასულ ხალხიო ჩვენ თამაშობთ მარცხენა მხარეზე დავიდე მე რა ერამეთ აბა შეხედე ესე იგი უნდა გენახა მიშას როგორ შეგეკითხე ბიჭო მიშაზე მოდიოდა ესე იგი ხალხი რა არა ხო ესე იგი პირველ და როდომ თავდებოდა მე გადადიოდნენ იმის ნახევარს და ეხალხი 50000 ჩემ ხარაზე გამოდიოდა მე რო იქით გადავიდე ეგ რა ხო არა ნუ ახლა შეხედე რამხელა ნიჭიერი იყო მაგრამ რა არის ბიჭო იცი თან კიდე ესეთი ორი ძალა ფლანგებზე მიშა და სლავა ხო მე კი შეიყვანეს შვაში და შემაბარგაესთან ერთად თამაშობდა ცენტრში მაგრამ მიშა და სლავა ფლანგებზე რატო იცი მაგრამ გუშინდელი თამაში რეალმაც ვიდეო აღარ არის ორი კრაით მე მოთამაში კი მაგრამ ბამპემაც მაგრა ითამარჭეთ ბამპე ვერ თამაშობდა აქცია თამაშები გოლები ყარა ყადდა შინ ვერ იყო კარგად მაგრამ აი კაი რაღაცა შევეხეთ შეხედე ფუნქციებს შეხედე კარაცხელიას რა შესთავაზეს ძმაო შენ ფლანგზე კი არ უნდა იდგე მარტო უნდა შეხვიდე შვაში უნდა წახვიდე მარჯვნივ უნდა წახვიდე ყველგან არა კი თანამედროვე არა არ იყო მიშა რატო არ მიდიოდა იმიტომ რომ მასთან მოდიოდა 3-4 კაცი წასატვლა და 4-ვეს ატყუებდა აი და ასის ტრაპეზი ატყუებდა და თარაპასი ქონდა მე სიზუსტის ზაურა თავდა ან მაშინ იმ ტაქტიკით ვიგებდით და იმიტომ არა ბიჭო ვიგებდით კი არ ვიგებდით
ღმერთმა გვაჩუქა ეგეთი ფეხბურთელები, კაცო, კლასი და წარმოიდგინე სადაა დღეს ფეხბურთელი თავის ფინტები, მიშა მესხის ფინტი. აი ხა სამხრეთ ამერიკას მთელი სტადიონი რო წამოუდგება და საფრანგეთი და ესენი ფეხბურთელები ყოლია. ვივა მიშა, ვივა მესხი და მთელი ამერიკა. ევროპის სამი თამაში გაანგრიეს ამიტომ ესე იგი მიშა ასეთი კლასნი თავისი ტექნიკით თავისი სისტრაფეებით და როგორი მარცხენა და პასი უზუსტესი პასი ესე იგი მისი ყველა პასი ხო და რა არის რომ ბიჭო ამას რათ უნდა ლაპარაკი რომ ძალიან დიდი შრომით ჰქონდათ ყველას ამგეს ეს შრომები ფეხბურთი კაცო საერთოდაა შრომის გარშემო თან მან ჩვენ ასისტრაფეები ჰქონდა ხა 3 მეტროველი სისტრაფე გეიხსენი ამის და ბიჭო რა გაიქცეოდა და ჩვენს ჩამოიწევდა და უკანა მივიდა პორტუგალიასთან მსოფლიო ჩემპიონატზე გადაუდეს ბურთი და ვინ გაასწრებს და სლავომ გაასწრო 100 მეტროს ბიჭო ძალიან მაგრად არ გონდა და კეცი თამაშა დიდხან მანო ჩვენში დარჩეს აღა იდაწყებული და სისტრაფეები არ დაუკარგია ბიჭო სისტრაფე სულ ქონდა ასე იგი ბუნებიდან ნაჩუქარი იყო თუ შეიძლება მაინც სოჩაში გაზდელი ბიჭი იყო და იქ სილაში ნაბენი იყო კი ბატონო მაგრამ მაინც სილა ძალიან ბევრია ბრაზილიელები ატარებენ ბიჭო თუ ბუნებრივად თამაშობს თამაშობენ თავითაც მაგრა კედა მე ერთხელ იმაში სამხრეთ ამერიკაში ვიყავი სპეციალურად ნახე რომ იქ პელე ვარჯიშობდა ხო იცი კინოში ვანახეს კინოში რომ დარბის იქ და გევედი სპეციალურად პლეაჟზე და პლეაჟზე მე ბიჭო აგერე ორი გუნდი ერთი გუნდი აგერე მეორე გუნდი არ თამაშება ჩაცოლები პლეაჟზე თამაში ქუჩაზე თამაში ასვილი ატორმოზებს კაცო და სისტრაფე ურჩვერცაი ხოდა აბა სადა მე იმ სიტულებში იბადება სიახლე აბა და ხოდა რა იყო იცი ბიჭო და მე მომიწია ესე რომ იქ იყო $20 გადასახდელი და შეგეძლო და 10 კაცი გამოსულიყო და გეთამაშა ახალ მე პიკი გადაიქცე ამის ვითამაშებდი და მივედი და მივეცი $20 და ახლა მე ინგლისური არ ვიცოდი რუსული ვიცოდი და ქართული არ ვიცოდი და რაოდა მე ვთხარი ასე რუსო ტურისტო და რაღაცებს ვიძახი და და ვითამაშებდი და იმას ახლა გოლი მივგონე გაიგე ვინც ეგროვდა იგი პირველ გუნდს ხო და სათამაშო შენო სადაა მე ვთხარი რა ვიცი ადგინა თქვა და კაი უკანა დექი აი უკანა დექი ხო არის სადაა არა და მე ახლა დავიწყე თამაში და წავიდე მოსატყუებლად წავარდი ერთხელ წავარდი და გიყურებს ეგი ახლა ეს ვიცი ხო გაიგე ჩემი მოსი და და მითხრა გუდ ვითომ გამიხარ ახლა საბჭოთა კავშირი არა ხო და ახლა ყველა რა იყო მაგრამ მე ახლა ვითამაშე და შევხედე და მაინტერესა ხო იცი ამ სილაზე თამაში და აი ამ რა გუდ ფორმით გუნდით და საჯი და ყველაფრით მიდის და თამაში და მაგრამ წევდით სტადიონზე მეორე დღეს ვარჯიში კარგი ადვილდებოდა არა შეხედე რა მოხდა და წევდი ბიჭო ვარჯიშზე და ჩაცმული ვარ ახლა ეს სერვის იმითი პიჟამოთი იმითი ამითი და გავდივარ სავარჯიშოდ გავდივარ სავარჯიშო და რო გავდივარ ასე ვიღაც არ მითხამსხელი და თუ რუსო ტურისტო აფრიკისტო თურმე ეგი გაიგე ფეხბურთის იგივე ხობიდა მენეჯერ და მე მიწრო და ბრაზილიაზე გამახსენდა ხო ვიყავ ხო ყველა ვარჯიშობ და დავიწყეთ ვარჯიში და მე დავიწყე კეცრა ბურთი ბრაზილიაში ბავშვებთან და ბიჭო თან და ვეუბნები რა გაზეთი მომეწავი და მომწევდი
თან კითხულობდა თან კეთრი და ესენი შეშვებია თუ ეს რა შეშვებია მაგას უკვე გოკვირდება ახლა წარმოიდგინე ხო მაგრამ ხა ბრაზილიელი გაუკვირდა ხო მაინც ქართული ფეხბურთი და პრინციპში ბიჭო პრინციპში ხო რა არის იცი მაინც ხო ხედავ 100-ია თუ ისია მანო ბიჭო ჩავარდა მაინც ეს ბრაზილიის ფეხბურთის კი ბატონო ჩავარდა მაგრამ შეიძლება მე ამოტივდეს ისევე კი შეიძლება არა შენი აზრით მაინც ბრაზილია თუ არგენტინა უფრო ტექნიკურები არიან ისინი რა ქვია ბრაზილიელები მაგრამ უფრო ძლიერები არიან არგენტინელები იმიტომ რომ არგენტინელებს რაღაცა ჯიგარი აქვს ამისი შეიძლება ალბათ იმიტომ რომ ხორცს აჭამენ მეც ხო გაიხორცს ცნობილი ამბავია რომ 29 მილიონერი არგენტინელი და 30 მილიონი ყავთ სხირფეხას საქონელი ეს ცხოვრები და ეს კაცები და ესენი აღარათურებენ და ხო და აი ამის არის ცხოვრება და მე მგონი რომ იმითი მოდომები და იმითი არგენტინელები ჩვენი უფრო ტექნიკურები ბრაზილიელები არიან მაგრამ ბრაზილია მე მგონი ძალიან გაუჭირდება კიდევ გეონდელ ბაბზე ხონდათ იმიტომ რომ ევროპაში ძალიან განვითარდა ფეხბურთი და ყველა მაგრამ აგერ ვინისიუსი ხედავ რა მაგარია ამ ევროპაში იძახეს და რას დარბის ბიჭო ევროპაში ბევრი ფული აქვს ო კი ახლა აი სერგიო არა ეგეც არის ხა რომ სერგიო რამოსი ძალიან ლეგიონერებია კი ბატონო ძალიან იშვიათია რომ ევროპიდან სამხრეთ ამერიკაში წახვიდრა ძალიან ბევრი იქიდან მოდიან ნახეთ აი მაგალითად ევროპიდან ეხლა სერგიო რამოსი წავიდა მექსიკაში კიდე რა ეს იშვიათი გამონაკლისია მაგრამ თლიანობაში ესეა რომ ევროპისკენ მოდიან იმიტომ რომ ევროპაში ბევრი ფულია და ეხლა ძალიან დიდი ფული არის კიდე არაბეთის ქვეყნებში ო არაბეთში ეს უკვე კარიერას ახორციელებდა არა ხო მაგრამ არა გამორიცხული არაბეთმა კეცე იყოს ერთხელ შეიძლება ეხლა დღევანდელ ვილაპარაკოთ PSG რო თამაშობს ეხლა რეალთან ენრიკე რასტერს ლივერპულთან ხო ლივერპულთან ხო და რასტერს ხშირად ამბობენ პარასხელია საკებს და ხშირად ამბობენ რომ რატო არ აყენებს ძირითად სასწაულში და ისე შეიძლება დღეს დააყენოს ძირითად სასწაულში და შემადგენლობაში მაგრამ არისო ფეხბურთელები რომელიც მერე შემოყავს ისინი დიდ კარტატეხაზას წახდენენ და თამაში არ ფეხბურთი არის შეცვლი და პირველ ტაიმიდან დაწყები და შემცვლელი თუ არა რა ეს ხავს სამი უმაღლესი კლასის ფეხბურთელი დემბელე ცენტრალ ფორვარდი და ბამპე არაკასო არა იმა ბაბაჩეში არა იმას რეალს ხო რეალს კერა ეს ხავს თორე დემბელე აჰა გასაგებია ბარკოლა და ცენტრალ ფორვარდი და დაჟე ჩდება წითელი და შავი დაჟე რა ხდება კონკურენცია ეგ არის კაცო მანო და იმას ძალიან ყველასხელიას კაი ფეხბურთელია ყველაფერი მაგრამ კონკურენცია უწევს რა ამ ფეხბურთელების ხო ნუ არა რა არის იმანო შეხედე ეხლა იგი შეხედე მაინც შენ შეხედე რა სიტუაცია ბიჭო 4-3-3 ხო თამაშობენ კი ბატონო ხო მაგრამ ეგ წინა სამეული და უკანა სამეული გაიგე ექვსეული გაიგე ისეცვლიან ერთმანეთს ანუ გაიგე რომელია ნახევარდამჭერია თავდასხმელი გაიგე და აი ამაში შეხედე ამაში შეიძლება ამ თამაში აჩვევს უკვე ეს მცნელი აჩვევს კვარასაც და რატო შეხედე ბოლო თამაშები კვარა არ ჩერდება კრაიზე შეხედე კრაიზე ცენტრი მარჯვნივ უკან გაიგე ესე იგი თამაში მისმა ბურთი გაქვს წამწევი ხარ შემტევი ხარ ბურთი აქვს უწართველი უნდა იყოს ბიჭო თავდასხმელები არის რომ მამუჭა არ დაგავიწყდეს რომ ის იყო იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი ახლა და იტალიის ჩემპიონატი ჩემი აზრით საფრანგეთის ჩემპიონატს ჯობია ხუთი გუნდი ასეთი ძლიერი და აქ მარტო PSG-ს და ახლა გამოჩნდება ხო მაგრამ არა რა არის იცი არა გამოჩნდება ერთი რამე რომ კვარას ახლა ერთად ერთი
გაიგე ერთადერთი რაც ვერ წაართმევ გაიგე და იმითაა ყველას უთავ თავში რომ ძალიან მაგარი აზროვნება აზროვნება ესე იგი მიღების მაგარი პასი მიცა ხოლოს გაიგე ერთიანი რო გევიდა ხო ის იყო რაღაცა თელი კლასი ფეხბურთის და რა არის იცი ოღონდ ერთი არის რომ ბიჭო იტალიამ ძალიან ვარსკვლავური ჩაახუტა მიცა მართლა აი ვარსკვლავური თამაშები ითამაშა ხო ისტორია იტალიის სიტუაცია და ეხლა გადმოვიდა საფრანგეთში და საფრანგეთის PSG მაინც შეხედე რას აკეთებს კალათბურთის არ იყოს ბიჭო აშენი თქვის არ იყოს ხო შეიძლება ფეხბურთით სათემგანოს კალათბურთსო რატო თქვა მომიხარება იგანა 10 წუთში და 15 წუთში შეიძლება გაცვალო ნაცი ხალხი აი ხო ასე ანუ ფაში არ მიდი ის ბოლო 5 კაცი 6 კაცი რო გამოჩვი და რო გამოჩვი 50% და მეტი ხო და რა არის იცი აი არა გამორიცხული რომ შეხედე რაღაც ვარიანტი მეტის გაკეთებასაც უნდა ჩაატაროს იმასთან ბიჭო რა არის შენ ფეხბურთელთან წნელი აი არის ზოგიერთი ფეხბურთელი რომ ყველაზე კარგად ვითამაშოს იმაზე ჩუებოდა იაგუში სულ ჩვენ გოჩუებოდა რატო და ვიშეს მეტი შეგიძლია თუ იმისგან ვიფრო მეტს ვითხოვთ და ყველა სფერო შეგვიძლია ერთხელ მაქსიმუმს მევიდა იქ ჟურნალისტი და იაკუშიდან ერთად ავატიკანა და აუ მიხალია სევიца ზოშივის ზეონია как хорошо сыграло და что და მე ახლა გავიფიქრე აი და იაკუშის თავს მოაწონე კიდეს და გამოხედა და რო შემხედა რა კიდე А что я ему ставлю, чтобы он плохо играл? Он просто игрался, прям Максимус. ხო, ესე იგი, плохо, როგორც თამაშები და დაждები. და ეხლა რა არის, იცი? ხდება ხანდახან, კაიგე, ხანდახან შენაკლებ რაღაცას. პერიოდი ასე. იმიტომ რომ ხანდახან თავშეურა ხაიხა მაგალითად მე აი პეპ გორდიოლა ხოჯეთის რომელი ტრენერია და ამ ხელა ის არის ხასხასოთი ამ ხელა სახელი აქვს და ვერაფრით ვერ ვაბატე მას კაილო კერის გაშვებას გუდიდა და ხუსანოვის ამბარას უზბეკი რო ყავს უზბეკი ხო და უზბეკი იმდენი შეძლო დაუშვა რომ გაგიჟდები რა და როგორ შეიძლება წვერმა ესეთი შეიძლება დაუშვა როგორც ვერ გათვალა ჩემი აზრით რომ ის რო გაუშვა რატო გაუშვა რა მაგარი კი მაგრამ უნდა ითამაშოს ბიჭო რა უნდა ითამაშოს ინგლისის ნაკრებშია და შესაძლებელი ფეხბურთელია და რა გინდა მეტი რა ინგლისში და მაგრამ როგორც ეთყობა წვერს თავისი მოსაზრებები აქვს ყველა წვერს ვიც არ უნდა იყოს ხო და აი მე მგონი ამ შემთხვევაში შენ მარუნჯან აი ჩვენ ნაკრებს რო ვიდის იმაში სასამხეთში და ხო მაინც რას ურჩევდი გადაიღეთ ამ რეალიდან ბიჭო პასები უნდა ითამაშონ მოკლე პასები და სისტრაფეში შეტევი კოტა შეტევი უნდა გააკეთონ წინ გადაცემებით ხო და ისეთ შემთხვევაში გრძელი გადაცემა საჭირო და ბურთი რაც შეიძლება დაბა უნდა იყოს ბიძაზე და ეგ არის რა თანადრო ფეხბურთი და შენ რასაც თამაშობდი იმას ურჩევ ხო აბათინო ტორი იყო მოკლე გადაცემაც იყო იგან და გვერდზე გადაცემაც იყო სარიელი არ უნდა დატოვო ფეხბურთელი როცა ეხლა გუში რო გოლი გაუტანა ეხლა ბიჭო აბა ის იყო სწორი ჩვენი ჟურნალისტები რომ მოგვიყვებდნენ რომ სულ წინ თამაშობდნენ სულ წინ პასიო და სულ წინ პასი არ გამოდის და იმას გამოვიდა ინიცელი მაგარი ვინა? არიკეიდი? არა გას.
კენი მართლა კარგადაა ხო? მაგრამ ის ამნიშნავს როგორ ეხმარება დასვენას. და არა და მანო ბიჭო ყველაფერი აქვს შეტევის. არაფერი საგოლე მომეწა. პატარა მომეს ნახავდა ვიტამინ ურტყავს. მასეთი ვარიანტი თუნდა ეხლა გეტყვი ვიშენ არ გავს რა. რამაზას კი არა იმას გივის. ნოდიას, გივი ნოდიას, გაიგე. არსად არ იყო ვითომ და გოლებს გივი ნოდია უფრო მარტო გალევერი ბალბომანტერი იყო. ჩვენ დატყულებზე შესაძლებელი იყო. აი კენი თვითონ კომუნის მომენტი. ხო, ყველაფერი მაგარი აქვს. ასიც, გაიგე. ხო და თქვენ ნორვეგიელზე ამბობთ, არა იმ ფეხბურთელზე? არა. ეს არის ინგლისელი. რეალისის აგარია. ინგლისელი. ჯუდ ბელინგერი. ხო, ბელინგერი. ტრავმა თუ რა ჭირს? დისკვალიფიკაცია მისის. აი ეს შიდა ჩემპიონატში. გუშინაც არ ითამაშა ხო? რა ვიცი და ალბათ ტრავმა თუ გაგიხას და იქაც ვერ ითამაშე. მაგრამ ჩვენ ეხლა ამჯერ კიდევ ერთხელ აქცენტი მაინც უნდა გავაკეთოთ სასონხეთზე. იქ სასონხეთში ხო ხედავ რა ხდება მაინც ის ცნელს ირჩევენ, არ ირჩევენ, სულ კითხვის ნიშანს. ბიჭო ეგ არის აიაქსის ყოფილი მწვრთნელი. რომელმაც დაიწუნა ჩვენი მიქაუტაზე და ხაუშა გუნდი და რაღაც დაიჭრა ფიშერია და სოხნა აიყვანეს ეგ მწვრთნელად და მთელი ამბებია ახლა. უსიამოვნო ფედერაციის თავმჯდომარეს გაგდება უნდათ. და ხალხი გამოდის ქუჩაში მიტინგები და მარშები და ვაიმე ეს რა მეთქვი და იმიტომ რომ ჯერ ერთი მარტო რამია ეს ხიტარიანს რო არის ხიტარიანს რო ძმა გააგდეს და გააგდეს ფედერაციიდან ხიტარიანის აი ხედავ და უკეთებია თავმჯდომარეს წასვლა უნდა ხალხს თავმჯდომარეს ხიტარიანის დეტა გამანდა მაინც ყველაზე კაი ვიცა? იმიტომ რომ ხიტარელმა განაცხადა უარი სომხეთის ნაკრებში თამაში. ბიჭო, აბა დადაცმას რო გამიგდებს სამსახურიდან და რატო? არ ვისახურებს, მაგრამ დღეს ერთ-ერთ საუკეთესო ვარ ნაკრებში და რატო უნდა გამიგდე? სომხეთის სახელი გაიტანა სომხეთის. შენი არ იყოს, ყველაზე კაი იყავი და გავაგდეს თბილისის დინამოდან. გაუშვეს. ბატონო, ეგ მწვრთნელი სხვათა შორის მანუჩარ ერთ-ერთი შემატკივარია და მიკავშირდება Facebook-ზე, რომ მანუჩარმა გვითხრასო რატო გაუშვესო და ვისი ინიციატივა ეს იყო ნაკრებზე ერთი არა მეუთხარი აღარ უნდა ძოლის გავსება რა ადგილად ვთქვა მაინც ორი სიტყვით გავსեմ პასუხს არა ნუ ასევი მენოტი ეს იყო ადამიანური შურის ამბავი რა და ეს ახლა ყველა საქმეში ხდება ესე და რა არის მანუჩარი იცი მაგ უბრალოდ ახლა მე ცნელად წლების მანძილზე ყველა წლები მაქვს ნამუშევარი და ერთი რამე ვიცი და ეხლა ხო კიდე ანჩელოტის ყველაფერი კაი აქვს და ამ მოდრიჩს რო მიადგა ბიჭო და კაი კაპიტოლისტენდას ბოლო წუთი რო გამოყავს კაი ეგეთი ვარიანტები ეგეთი გაფრენები ცნელებს ხანდახან აქვთ ეხლა რა იყო იცი იყო ერთი ვარიანტი რომ მე მგონი არის ასეთი იაკუშინი რომევიდა პირველად ჩვენთან რომევიდა თბილისის დინამოში იაკუშინი პირველად 62-ში კაი მე მაშინ ვარ მაინც დუბლებში საბაში წმინდა შუა იამანიც კაპიტანი იამანიც დასვლა თამაში კაი რატო მე იამანიც დასვლა მე რას მიზამსო იგი გახდა სულ ჟორაზი ჭინავა კაი იამანიც დაჭა ეგეოდა კაი ასეთ მე ეს ხანდახან ამართლებს მაგრამ ხანდახან არა აი ხანდახანში არის ჭუა ესე იგი ის როდის უნდა გააკეთო ეს როდის უნდა გააკეთო ეს ხანზე როდის არ უნდა მაგე უნდა მაგრამ მწვრთნელი იყო და ვერ პოლკი და ვერ გაიყვანდა ყველა ყავდა ვასკურავები ტრენერზე მარადონა როცა არგენტინის ნაკრების ტრენერი იყო ვერ გაიყვანა იმიტომ რომ მარადონა ხო აი რა არის ახლა იცი უნდა თქვა რომ მარადონას ბიჭო რა არის ყველაფერი რო დააბრალო
ყველაფერი რომ დააბრალო, ტრენერობაში საერთოდ არ მოწასულიყო. რატო? ხო. რატო? იმიტომ რომ ჯერ ერთი უძლიერესი ფეხბურთელი, უაღრესად მაგარი მოედანზე და ერთ-ერთი საუკეთესო პიროვნებას, მაგრამ ბიჭო, ესე იგი, თუ კი რამე დარღევა არსებობს ფეხბურთში და სპორტში, ყველაფერზე ხელი მოაწირა. ხო. და შენ ფეხბურთელებს როგორ და ხო, შენ როგორ და მაგალითს მიცემი უნდა იყო. ხო, გაიგე. მაგათის ისე უნდა იყო და შეგვიძლია საერთოდ ამ რეჟიმს არასწორია და ჩვენ ახლა ბიჭო, ჩვენ გქონდა ეგეთი ვარიანტი, რომ იაკუშინი ჩვენთან ერთ-ერთი უკეთესი, საუკეთესი და ხანდახან წელიწადში ორჯერ სამზე ზაპოის დაარტყამდა სამდღიანს. კი ბატონო, სამდღიანს. ეს გუნდზე სულად მოქმედება. მაგრამ ანუ რომ მევიდოდა მეოთხე დღეს ბიჭო, იმდენ სიახლეს და იმდენ რაღაცა შამეიტა და მე ვფიქრე ძალიან კიდე შეიძლება გაიგე, იმნაირ ტაქტიკას, იმნაირ რაღაცას მოიწყო. რა არის ამ დალევას? რა მინუსი ქონათ. იყო ტრენერები, რომელსაც ის ფეხბურთელები მოწოდათ, რომლებიც მაცრავით სხვავდნენ. ხო, არა და ანუ ახლა ყველაფერს ლაპარაკობენ, საუბრობენ და იწერება. ინგლისის ფეხბურთი 90% ყველა ვისკზე და იმაზეა. კი ბატონო, ეს ალკოჰოლი ადამიანს აძლევს. ნორმა ახლა. ბიჭო, ახლა შეხედე ჩვენ მაინც ამ სლავაზე ვილაპარაკეთ, მიშაზეც ვილაპარაკეთ, ერთსაც და მეორესაც უყურდა დალევა. აიგე, კი ისე. სლავა ძალიან რეჟიმის. ხო, ამაღას ვიტყვით მიშა მესხზე. ხო, მიშას უყურდა კი, დალევა. შამპანური უყურდა. ხო, ეგ ბოლოს მე და არა, ისე მე აგე ახალი მოსული ვიყავი, დამაწყებია ქუთაისიდან გადმოყვანე და წამოდი აგები შენ მითხრა თამაში მე. სადაა და მოვარდე და იმარა და წამოყვანა სტერნიაბანოში. Oh, tamam çençerden gaygı vay tamam işte ne yapalım şimdi bana data gelene Iaguşi ma? Vişan. O da ბიჭო, ეს ახალი ზელიონის ერთად ახალ მოსულ ფეხბურთელს, აი, ზოლზვაშვილი ზელიონი. ზელიონი ხო და შეხედე ეხლა ვაიმე მამული ისეთი ფეხბურთელი როგორც მიშამესხია, მაგრამ და ალბათ დაინახა მაშინ. კი, აბარა ასე. და ემეგობრა. ახლოს ყოლოდა. ამიტომ დაიყვანა. მეც ბიჭო რა დაინახა რომ მაგრამ მიყვარდა ბიჭო. მაგის სუნკას არ ვატარებდი რომ ჩამდებოდი იმაში მე ვკიდებდი ხალხს არავის არ ვასწრებდი. ისე დიდი მქონდა ხო და ამან ახლა რა იყო იცი ბიჭო წამიყვანა აბანოში 20 წუთი ჩაჯდა თვითონას უნდა გენახა ბიჭო ჯერ აბანოში უნდა გვესია ხალხი. მიშავები და ესე იგი ისინი ფეხებზოლ მასაჟისტები გადავყვეთ მეკისე ხო კიდევ დამახშო საპორში მაგ პირველად ეკუტარიზელი კაცი ხო და მეშოგები ხო და არა ბიჭო დროგი არისო მაგრამ ხო შეხედე ახლა ხო რა ხა გიგებდავი რომ ხო წამიყვანა 1-2 საათი ხო ვიყავით. გამოვიდ თუ არა მოდი ახლა გერო პივასთან. ხო, მიყვანა პივა და ბახუცბად ორი გამიგი, ერთი დალიო. ხა მე ხო ცოტა გიგვასკენა და მეკი დავლია. მაგაში ეს გამოგცადა რა? არა ბიჭო, თურმე საჭირო ყოფილა. ისე აბა ოპირო გამოგდეს, არა, მე რა მიქნა, მე წამიყვანა სახში თავის. დამაჯინა, მოდი აგერო, გამეიტანა ბიჭო ორი ბოთლი მანავისწვანე ბიჭო და ნახე ახლა ერგინო რას გიზამსო ხო და ორი ჭიქა ისე დავლიე რომ კი ვიყავი მაგარი მაშინ და მართლა ყველა ახლა უკვირდები ლუდით და მანავისწვანე სპორტსმენისთვის სასარგებლოა ახლა მე გეუნები ორ ჭიქა სამი ჭიქა კი ბატონო ხო ორ ჭიქა სამი მას მინდა შევეხო ბოდიშვილი ეს დაუბრუნდა ისევ 60 წელს ევროპის ჩემპიონატს და რატო ახლა გენაცოლის სტორი ხარ ჩემპიონები ხო გავხდით ხო სამი ქართველი იყო კი ბატონო და ზაუკალო იყო წაყვანილი მაგრამ არ უთამაშია შემადგენლობაში იჯდა და წასულა ხო და 64-ში ფინალი წავაგეთ ესპანეთთან და
აი ხა ბესკოზე მინდა შეგეკითხო. ხო. ეხლა მაგას არც ვიცნობ და არათანს შეხება საერთოდ მქონდა შეხება მაგასთან. ერთხელ შემხვდა მოსკოვში რესტორანში ვიჯექი, აკადემიაში ვიყავი და შემოვიდა დათო ყიფიანი და მოყვება ბესკოვი. აი მაშინ даже პატივი მიღდა მოსა რომ გადამეხადა, მაგრამ დათო თავი მოიგრა და ჩემი გადაიხადა და დათომ პირიქა. ხო, ძალიან ახლო მოგებრები. ხო და აი 60-ში ბესკოვი იყო, არც ერთი ქართველი არ იყო. ძირითადად შემოგვიძროს. ჩისლენკო იყო კაპიტანი. ხო. კორნელი ზაშიტაში, ანიჩკინი. ეგენი ყველა ესე იგი სასწავლე ესე იგი იმ ნაკრებიდან წინა ნაკრებს 60-ში 4 წელი გავიდა, ხო? არც ერთი არ იყო თითქოს ქართველი. ეს არა, ქართველი და იმ შემადგენლობიდან. შოვინისტური. არა, მოდი ერთამაზე გავჩერდეთ, რა. ბესკოვი არის, ხო? მიშელ ვარწე იყო და ხუსაინოვი დააყენა. ეს ინგლისში. ხო? და ხუსაინოვიც იყო 60-ში. მარცხენა. მაგრამ იტალიასთან რა ქნა? იაშინი ამოგდო და გურუშოს დააყენა. შეხედე? ხო, ხო იყო ასეც. გაიგე, აი სულ მაგას ფიქრობდი, მე იაშინი ამოაგდო მიჭო ონკელა და ურუშაზე ქუთაისიდან გადასული თბილისის დინამოში. იგი არ შეყო გონე გადასული, მე გადავიდა. მე არა, იმიტომ გააკეთა რომ კაი და არ წაიყვანა დაუწყეს ეთქო გასაკეთე. მაგრამ სვათაშორის ბოდში 62-ში ჩილეში. ხო. სერბო დაფრინავდა მაშინ. ხო. იაშინი არ იყო ფორმაში. სიცრე გავუტანა 35 მეტრზე. სანჩესმა. ხო და სერბო რო დაეყენებია, წაყვანილი ყავდა, შეიძლება და ძლიერი შემოგვიყვება. მაგი შენ როგორია რომ დაეყენებია რა იქნებოდა. შენ მითხარი გააძრაო დააყენოს და ნახე თუ კაი არ იქნება. გაიგე რომ დაეყენებია, ბიჭო, რა არის ახლა იცი ის როცა შენ მცნელი ხარ. უნდა იცოდე რომ ყველაზე მეტი შენ ხდება თავში წაგება. შენ გითხამე და შენ ხარ დაკრეტის მურზე. ამიტომ შენ უნდა მივხვდე რომ აი ხლა აი ნახე ვითომ ბესკოვმა მიშა ამოაგდო და ხუსაინოვი დააყენა. ხუსაინოვი რა დააყენა, იცი? დღეს რო თამაშობს იგი ბრაზილიის რაქვია იმას. და იგა ყველგან და რასაც ეუბნებიან დღეს ყვარაცხელიას. და ხუსაინოვი აქაც იქაც პირველად მაგრამ გააკეთა ეს ვარიანტი, როდესაც დღეს არის უკვე იგი ელიტაში მიღებული ტაქტიკა. მაგრამ შეხედე მიშამ რა ავანტყოფობა კი არა, ჯიგარი ქონია. გაიგე? ის მიტუ არ გადადიოდა არსად, აქ ატყუებდა სამკაცს და ხალხს სცემდა პატივს. ის რომელიც გადმოდიოდა მაგის საყურებლად. გესმის? აი შეხედე რა ის არის. მაგრამ მე მსოფლიო ნაკრები რო გაკეთდეს და მიშა გამეიძახეს და არ გუუშვეს, მოხედა, სლავაკი გუუშვეს, სლავა მაშინ მაგარი თამაშია. რეზო, შენ თვითონ აღნიშნა რომ მესხი მაგარი იყო, მაგრამ როცა მაგარი იყო, უნდა იყო და კონტრიკაძეც მაგარი იყო, დაგანევის პრიზია იყო და წეს ვალენტინ ივანოს უსმედი. აი რა მოხდა, იაშინ იმ დღეს ავად იყო წინადრე და წამდეს სვავდა და კოტრიკაძე უნდა ესი კატრიკაძე ბილბი თამაში შეიძლება მოგვეგო, იმიტომ ეს არავინ მარიც, მაგრამ იმას იცოდა პაზვანი რა იცი, მაგი ის არის. ურცილავა ყვებოდა, როდესაც ახლა მე გეტყვი, საპასუხოს გეტყვი მაგისას. გაიგე, იაშინი იმაში მექსიკაში ვეთამაშებით ურუგვაის. ურუგვაის ვეთამაშებით და კავაზაშვილია კარში. არა, ხო, კავაზაშვილია კარაში, მაგრამ არა, რა იყო იცი რატო? კავაზაშვილი რო უყურებ ახლა, სულ მეორე მეკარედ ვიდიოდა ყველგან. გაიგე, ნაკრებში ყოველთვის მეორე მეკარე იყო. ეხლა იაშინი იმას რუდაკოვი დაინტრა, ბიჭო, ერთი კვირით ადრე. აი რუდაკოვი დაინტრა ერთი კვირით. აი იყო რუდაკოვი. რუდაკოვი იყო გლეჯვა. ისე გავხადა ჩემპიონი. ხო, გაგვიყანა, ხო, მაგრამ მომისმე. ეხლა ნახე, შეხედე, რუდაკოვი. ბიჭო, მომისმე, შეხედე ახლა რუდაკოვი რო იწყებოდა ამ სოფლიო პირველობა, ერთი კვირით ადრე დაეჯახა იმას. შესტერნიობს. ბიჭო, და ხარი ამერიკა თან შესტერნიობს. ამერიკა და მექსიკიდან გამოუშვეს. ვინ ჩამეიყვანო და ჩამეიყვანეს
ერთი და კიდე იაშინიც. ეხლა შეხედეთ, ვეთამაშებით Ურუგვაის. და ესე იგი თითქმის მეორე მეკარე გამოდის მაინც კავაზაშვილი. და კავაზაშვილზე აკეთებენ აქცენტს. არა და ბიჭო მოსულია მთელი ადიდასი, მთელი ის ყველაფერი, საჩუქრებით, იმითი იაშინი რომ დააყენონ და ადიდასის გამევია. ოღონდ იაშინი და ეყენებია. ოღონდ იაშინი და ეყენებია და გადაგყვან თან და იგენი პუმა გვაზრდა $200, ეგენ გვაზრდნენ 1000. თუ შეიცვამ შემოწე. არა და მოწერილი მქონდა ხელი იმაზე. პუმაზე და ეგი ჩვენ კი არ მოგვიწერია, მაგრამ ფედერაციიდან იყო ნამიოკი პუმასთან იყო შეგრული უკვე. ფედერაცია. და იქითი და იმას ხო და ეხლა ბიჭო რავალია აქ თამაშობთ და გავდივართ ურუგვაისთან და ურუგვაისთან ბიჭო დააყენეს კავაზაშვილი და აფონინი თამაშობს კიდე რატომღაც გაიგე ორნომრად, მაგრამ როგორი ვარიანტია იცი 5 კაცი თამაშობთ, როგორ იცი 4 პერსონალკა და ერთი ისეციკოს და ყველას დავსდევთ იქით-აქით. ახლა რა ხდება? დავსდევთ იმას იქით-აქით და ერთი მომენტია ბოლო დამატების მერე, ბოლო წუთებია დამატება და გქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ვერ შევაკეთეთ და ბიჭო ეს მაგენის ერთ-ერთი ყველაზე კაი იმას ფეხბურთელს დაუყენეს აფონინი პერსონალკა. და რა შობა იცი ბურთი გადევიდა იმაზე ხაზთან კუთხური ხაზი როა და აქ უკვე გადასულია იმაზე ბურთი გადასულია და ოდნავ შეიძლება ხებოდა ვითომ ხო მაგრამ შეხედე ამ დროს როგორც ეგრე ხარ მანუჩა ჩვენ 4-ეული რო ვიყოთ ხო და შენ რო იყო და მე შენ უკან რო ვიდგე აქედან და რო შევხედე გამივხედი ასე საათ შევხედე და არის ძლევა და დაუძახე აფონის გაიგე აქედან რო აფონია ვიბიმაი გადააგდე თქვა გაიგე გადააგდე თქვა და შემოვხედა ასე გაჩერდა და შემოვხედა იაშინს რო დაეყურა Stop! ხო, ხო მიედი ამას. ხო და ახლა შეხედე, ახლა ნახე, აფონინი ვიბილაი რო უთხარი. გაიგე? ეგი რაკნა, იცი კავაზაშვილმა? როგორ გეიგო, იცი? იმან რო არ გადააგდო. დადოვა, კარგად გამევიდა. ვითომ მე ვიღებ გადაგდებულ ბურთს. გაიგე, მანუ შეხედე, გადაგდებულ ბურთს ვითომ მე ვიღებო და თუ იგი არ აგდებსო. ისე გაჩერდა ყველა და შეხედე მანუ ამ კარები მიატყუათ ლად ამ დროს იმან მოპარა ბურთი იქიდან გამოტავა და ჩააწოდა ცალილიკაში შემივიდა და იაშინი ცენტრალურ თავდასხმელებს რო ეთქო და იგენი ასრულებდნენ ამას ბიჭო ისე განახობდა ყველა ურუგვაის გაზეთებმა დაწერეს მეორდეს ურუგვაი ნახევარფინალში და აფონინი ციმბირშიო იმიტომ რომ გაჩერდა ბიჭო რა იყო იცი ახლა რო უყურებ ხო მამაძაღლობა იქაც მიდიოდა შეხედე ეხა აფონინი ლოგოფეტი ისტომინი ბიჭო გაიგე სულ იგი ისტომინი პანამორული იგი ხე მოიტახა არა იგი ტრენერი რო იყო იმის სიძე იყო ბიჭო ხო ლოგოფეტი იგი დედამისი ფედერაციაში ერთ-ერთი დიდი თანამდებობაზე მუშაობდა სპორტ კომიტეტში გაიგე ხო და აი მე პირველ თამაში არ დამაყენეს ბიჭო ხო იგი ერთად იგი ჯაიჩე ყველა და პირველ თამაში მექსიკა რო გეიცნა დააყენეს ლოგოფეტი ატრიალა იქიდან თერპედანო იგი მეორე თამაში მე და გაჩერდა მე შენ გიყვირს მესხი არ დააყენეს და არ მიყვირს არა არ მიყვირს მე კი არ მიყვირს კაცო მე შენ უნდა იცოდე ერთი რამე რო ძმაო აი ეხლა რო ეთამაშები ამ სასომხებს ძმაო იქ გაჭერებით უნდა იწახოდე გაჭერებული და მობილიზებული და არაფერი ხების წინავე თამაში ძალიან ძნელია ხალხეთი ჯერესერთი კაი წამალსი სომხები და ქართველები ეს როგორც
წესია მსოფლიოში ისინი არგენტინა, ბრაზილია. მაგრამ ჩვენი საქართველოს დედაქალაქი არის 250-300 მეტრის ზღვისდონიდან და იქ არის 1200 მეტრი და ყურადღება უნდა მიაქციოს ჩვენ ფეხბურთელებმა რომ ჩავიდე და აკრედიტაცია სწორად გაიარონ. კი, ყველაფერს უნდა მიაქციონ, აი ჩვენი ლაპარაკის მერეც უნდა მიაქციონ, რა თქვენ ამგენიზე მაინც გაარჩიონ, ეგი სისულელია, ეგი ჭკვიანია, ეგი კაია, ეგი სწორია, გაიგე და ასე ყველა ერთიანად გულშემატკივრებთან, მითო ხათაგერ თქვენ ორი კაცი გულშემატკივარი, რატო იცი, მე და მანუჩარა, თქვენ შეგიძლიათ გაგვარ რას ლაპარაკობენ, ეგენ ან ჭკვიანობას, ან სისულელეს. ხო სწორია? გაიგე? ან გული უნდა ჩადონ. ხო, მთელი გული თუ არ შეიტოვოს, სოფლიო პირველობას ვერ ითამაშე. მით უმეტეს წინა ევროპაზე უნდა გავსულიყავი და ვერ მოუგეთ ალბანეთს. ამიტომ ჩემო მამჩარ ღმერთმა დალოცოს ჩვენ სანამ თამაშები კიდე იქნება მანამდეც ერთი-ორჯერ შევიკვირვებით, რაც შეგვეძლება, რაც კაი იქნება, რაც დაგვანახებს ეგ PSG თუ რეალი იქნება, ყველაფერი კაი უნდა გადავიღოთ და ჩვენ ქართულ ფეხბურთს უსურვოთ ბოდიში, ამ ბოდიში ეთამაში გეუბნით, რომ ეროვნულ ჩემპიონატს ვერ ვეხებით. ჯერ და ამასაც მე მანუჩარა ვიძლევით თვით, რომ ყველა თამაში გეირჩევა და იქაც კაი ვინაა, ცუდი ვინაა, ერთიანობაში ვინა ვარ და რა შეგვიძლიათ შევიტანოთ ეს დიდი ტალღა ძალა ფეხბურთში, აქა ვარ და მერტისხალობით თქვენთან ერთად სულ ჯანმრთელობა და მოგება ქართულ ფეხბურთს. ქართულ ფეხბურთს გაუვარჯოს. გაუვარჯოს. ისლა.